ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა შემოთავაზებული იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან და დაწუნებული მილენიუმის კორპორაციის მიერ, რადგან შეფასდა როგორც არამომგებიანი და არარელევანტური. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. მოგვიანებით განცხადებას განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა. შოკში ჩამაგდო ამ განცხადებამ 2012 წლის სექტემბერში კონკურსი იყო დასრულებული, რომელიც გამოაცხადა მილენიუმის კორპორაციამ. იგი აფინანსებდა ამ ფონდს და ლაბორატორიების ნაწილის შეძენას. ამჟამად ჩვენთვის ცნობილია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის ღირებულება $78 მილიონ შეადგენს და მშენებლობის დასრულებისათვის კიდევ 14 მილიონია საჭირო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შენობით ამ დროისათვის რამდენიმე მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული, რომლებთანაც აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. იჯარით გაცემა, გაყიდვა თუ იჯარა გამოსყიდვა. აი საერთო მიმართულება შეიძლება მოხდეს. ჩვენი მონაცემებით არის 18 მილიონია თუ არ ვცდები საბალანსო ღირებულება. დაახლოებით, როგორც ვიცი, 10-14 მილიონი ლარი ჭირდება მის დასრულებას. მშენებლობის შესაბამისად ამ ფასიდან გამომდინარე მუშაობთ. წინადადებები შეიძლება იყოს სხვადასხვა და შეიძლება ფასთან დაკავშირებით კიდევ მოლაპარაკებები.